მოგესალმებით შემოთბილო მეგობრებო, როგორ ახართ? გილოცავთ 2025 წელს, მრავალს დაესწარით. ყველა სურვილი აგსრულებოდეთ ამ წელს და რაც გინდოდეთ თქვენ ცხოვრებაში, იმას მიგეღწიოთ. ეს ვლოგი არის, რა თქმა უნდა, დალაგების ვლოგი, უბრალოდ ვერ მოვასწარით არედაქტირება. იმის შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა და დროც აღარ მქონდა. ამიტომ სამწუხაროდ ესე მოგვიანებით ვაქვეყნებ და ბოდიშს გიხდით ყველას, რომ мотивация ვერ მოგეცით საახალწლო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შრომა მოქვთ ჩადებული გადაღებისას. ვფიქრობ, რომ უნდა გამოვაქვეყნო, თორე არ გამოვაქვეყნებდი. ეხლა ვარ სამტრედიაში და სამტრედიის ვლოგსაც შემოგთავაზებთ, მაგრამ მოგვიანებით, იმიტომ რომ ამის შემდეგ მაგ კიდევ ერთი ვლოგი იმას დავარედაქტირებ და გამოვაქვეყნებ და იმის შემდეგ უკვე შემოგთავაზებთ სამტრედიის ვლოგს. აბა მომიყევით, როგორ გაატარეთ ახალი წელი, როგორ აღნიშნეთ. Красавица. Красавица. ვისაც ხუთი აქვს, უკვე ვისაც აჩვარია შეუძლია გრინჩი დაიჭიროს. სადარი ალისა?
აი ესე ნაში კიდევ ერთხელ ალისას. Ხევანდელი ვაჩენ გრინჩი ანანო სალომე და ლუკა გემშვიდობები. მადლობა მოგზაურობისთვის. კიდევ გელოდებით მოგავარდა. მოგესალმებით ყველას, შემოთფილო მეგობრებო. დღეს დავიწყე ახალი ვლოგის გადაღება. გუშინ წინ მქონდა ფანჯარა გავწმინდა, ფარდები გავრეცხე და უნდა ჩამომეკიდა, მაგრამ გარეთ ჩამოვკიდე, რათა გამშრალიყო და დილით რო ავდექიზე იმზე უნდა წასულიყავთ ჩემ ბავშვის და ვეღარ მოვასწარი. შემდეგ რომ მოვედი სახში კიდევ ბევრი რაღაცები მქონდა და ვეღარ მოახერხე ორ ბავშვთან ერთად გადაღება. გადაიდო, დღესაც კიდევ ალისას აღარ მოუნდა ბაღში წასვლა და დღეს ვერ გადავდებ, აუცილებლად უნდა გადავიღო. რა თქმა უნდა, ცოტა რთულია ხოლმე ორ ბავშვთან ერთად ვიდეოს გადაღება, მაგრამ არა უშავს, გადავიღებ. ეხლა გაჩვენებდით თმებს, აი ის თემოდან რო გამოვიწერე, აი ძალიან კარგი რაღაც არის. ზღამე გავიკეთე და ძალიან ესე დამიხვია თმები, ძალიან მომწონს. ხო და ესე ლამაზად ჩანს. ეხლა გამოვიცვლი, ყავას სვამ და ყავას დავლებ და ვასრულებ და დავიწყებ უკვე დალაგებას. თქვენც წაგიყვანთ ჩემთან ერთად, აუცილებლად დღეს უნდა დავასრულო ყველაფერი, რაც მაქვს გასაკეთებელი. ცოტა რაღაც უნდა ტოვო ხვალ, იმიტომ რომ სახაწოლოს ვარ მოსამზადებელი. ბევრი ნაჯისხეთ ჩვენ სახში არის, იქედან და მოვძებნოთ. ნუ ძალიან ბევრი მოსაძებნია და გასაკეთებელი. ამიტომ თქვენ წაგიყვანთ ჩემო კარგებო, იმედია ეს ვლოგი მოგეწონებათ, იაქტიურებთ, დამილაიქებთ, დამიკომენტარებთ და გამოიწერთ ჩემს არხს. ახლა უკვე სხვა რაკურსით შემოგიერთდებით. ასევე მინდა გაჩვენოთ თუ რა აჩუქეს ჩემს მეუღლეს, არსების კომპანიიდან თანამშრომლობს და ეს გამოგზავნეს საჩუქრად, ასევე კიდე რამოდენიმე თანამშრომელსაც გავზავნეს. განახებთ რა არის შიგნით. ესეთი არის ლამაზი საქართველო ერთ ყუთში. საქართველო ერთ ყუთში, ანახეთ რა ლამაზია. ეს ესეთი რომ ჩვენ თანამშრომლობთ და ასე შემდეგ წარმატებებს უსურვებენ. ეს სვანური მარილი. ეს კლაპი. ეს ვინო. წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო. საერთაშორის მიყვარს ნახევრად ტკბილი ღვინო. ეს მურაბა. მურაბარი თუ მურაბა ქვია. ეს აჯიკა. ორიგინალურად არის შეფეთილი, ძალიან გავოცდი. ეს შირი. ეს გირჩის მურაბა. ეს აკაციის თაფლი. ნახეთ თან ამაში დევს ლამაზად. ესე ყველი რაზეც გავგიზის სასწაულის სუნი აქვს ძალიან. ეს ჩემი მეგობრებო, ძალიან ორიგინალური საჩუქარია, ლამაზად შეფუთული და ეხლა გაჩვენებთ ჩემს სეკრეტ სანტამ რა მაჩუქა. აი ეს მაჩუქეს მე ჩემს სეკრეტ სანტამ მაჩუქა. ვისაჯერ არ ვნახავთ მე ლაივში კი განახეთ, მაგრამ ვისაც არ ვნახავთ კიდე განახეთ. ესეთი ლამაზი ჩაის ჭიქები არის, ძალიან მომეწონა. თეფშებით, გირდები თეფშებით, როდესაც არის, ზოგადად ვიძახი ხოლმე, ისე არ მიყვარს ყავის დალე. ზოგადად ჭიქას თუ მოყვება თეფში, ესე იგი თეფშით უნდა
მივარქვა ხოლმე ან ვინმეს ან მე თვითონო დავლე. მეტი ორიგინალურია ჩემი აზრით. ესე გამოიყურება და ესეთი შევიარი კიდე ნახეთ რა ლამაზებია. ძალიან ლამაზი საჩუქარი მივიღე მართლა ძალიან მომეწონა. ეს ჩემმა დაქალმა აჩუქა, ჩემი დაქალი არის ჩემი ალისას ნათლია და ის აჩუქა ოღონდ საფიას, ალისას აჩუქა უბრალოდ გახსნა და ეხლა ნუ სათამაშოა და კიდე ტასაცმელებია და ისინი ჩაიწოდა დასარეცხი მაქვს და ეს ორი რეიტოზი აჩუქა ძალიან საყვარლობარი და ესეთი კიდე ლამაზი კაბა. ნახეთ რა ლამაზი არის. ძალიან მომეწონა. ჯერ არ ჩამიცვია, აუცილებლად ჩავაცმე. შეიძლება ახალ წელს ჩავაცვამ, ნახოთ. ასევე გუშინზე იმიქონდათ ალისას, როგორც გითხარით და ეს აჩუქა თოვლის ბაბუა. აჩუქა ესეთი კომპლექტი, ხშირდო და ეს კრემი არის, ხევადის საპონი არის და მე მგონი ესეც კრემი არის. არ ვიცი, ნახეთ, ესე გამოიყურება. ძალიან კმაყოფილი ვარ და მართლა მადლობელი. და კემბერის საჩუქრების თვიარი. სულ ეს იყო ჩემი მეგობრობა და ეხლა დავიწყოთ უკვე დალაგებები. ამასაც ჩაგირთავთ იმ ვიდეოში დალაგებები. აქ განახებთ კიდევ ალისას გონდა ზეიმი, ზეიმზე ვიყავით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ყველა კადრს განახებთ ცოტას. და Это котика батьку. ნიხაჩუ. და თქვენც ნახავდით. შემდეგ რა გვაჩუქეს იმას გიზიარებთ, განახეთ ჯონ მეუღლეს რა აჩუქეს, ასევე მე და საფიას, ალისას, მოკლედ ეს ყველაფერი დაგანახეთ. აქ უკვე ამ დღეს, წინა დღეს ჩამოვხდენი ფარდები, გავრეცხე, მაგრამ გარეთ მქონდა ჩამოკიდებული და შემდეგ იმ დღეს ვეღარ მოასწარი ჩამოკიდვა, ამიტომ ვიფიქრე რომ მეორე დღეს ჩამოკიდებდი, მაგრამ მეორე დღესა უკვე ალისაზე იმზე ვიყავი, შემდეგ სამსახური მეწყებოდა, ნუ საქმეები მქონდა უბრალოდ და ვერც იმ დღეს ვერ გადაგიღეთ. და მესამე დღეს უკვე როგორც გითხარით და გიყვებით, მესამე დღეს ალისას უკვე არ უნდა და იმ დღეს რატომღაც წასვლა ბაღში. ალბათ ის იყო რომ ცოტა სიცხესავით მიცა იმ დღეს და მეორე დღეს უკვე სიცხე ქონდა. და ამიტომ აღარ გავუშვით ბაღშიც. ასეთნაირად გამეწელა ის დღეები და ამიტომ აღარ ჩამომიკიდია ფარდები. აქ უკვე მესამე დღეს ჩამოკიდე ფარდები მშრალი იყო. ისევ გავწმინდე ისა კარების შუშა. ხელახლა გავწმინდე და შემდეგ სუფთა ფარდები ჩამოვკიდე ლამაზად. ეხლა რომ ვყურებ ძალიან ლამაზი არის. თქვენც ნახავთ. შემდეგ გავედი და ჩამოვკიდე პირსახოცები, მოკლედ ჭურჭლის საშრობი, ხელის საშრობი, მოკლედ ყველაფერი გავრეცხე და ჩამოვკიდე. ძალიან კარგი ამინდი იყო ამ დღეს ჩვენთან და ესე ლამაზად ჩანს. ეხლა სამტრედიაში დღეს პირველი ორში არ მუშაობთ ჩვენ 31-ში მუშაობდი გუშინ ჩამოვდიოდით და უნდა მოსულიყავით 4-მდე, იმიტომ რომ 4-ზე სამსახური მეწყებოდა, მაგრამ ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ გამოსვლა სახლიდან მანქანის წინ ეყენა სხვა ქალს მანქანა თავისი და დაახლოებით საათნახევარი ანუ ტელეფონის ნომერი არ ვიცოდით სად იყო და საათნახევარი ველოდებოდით იმას რომ როდის მოვიდოდა რომ გაყვანა თავისი მანქანა გამოსულიყავით. ამიტომ ვერ მოხერხდა დროულად წამოსვლა და გზაში მუშაობდი 4-დან, მაგრამ ჩემ მენეჯერმა მერე ტელეფონი გადაამისამართა 6 საათისთვის, ესე 7 საათისთვის უბრალოდ და დაახლოებით 2 საათი ისა ჩამირთო
და 2 საათი მუშაობდი ტელეფონზე, 11-მდე მუშაობდი დანარჩენებზე და ესე დავასრულე ლაივიც თუ 10-მდე, უბრალოდ 10-მდე ლაივიც მქონდა ჩართული და მერე უკვე მოვემზადეთ ჩემ ადამ ლამაზად მაგი და გააწყო ჩემმა ძმამაც და მერე ლამაზად მოვემზადეთ და ავხსნით საჩუქრები გადავეცით ერთმანეთს და ყველაფერი გადააგიღეთ იმედია თქვენც მოგეწონებათ. აქ უკვე ეს ტომბოჭკა გავწმინდე და შიგნით ჩავდეთ ამოდა რომ გამოვიწერე სუნის და სირისტის დამცავი ისინი ჩავუდე შიგნით. აქ უკვე ბავშვებს გააჩვენებთ. მოგესალმებით. შემდეგ ეს თაროები გავწმინდე, ყველაფერი რაც იყო გადასაყრელი გადავყარე, ძალიან დიდი დრო დამჭირდა 5 თუ 6 თაროს გაწმენდაში. მთლიანად გავწმინდე, აბსოლუტურად რაც არ იყო მისი ადგილი, რაც არ იყო ყველაფერი გადავიტანეს, სადაც უნდა დამედო. გადავწმინდე, თქვენ წარმოიდგინეთ ამ დღესაც ვერ დავასრულე ეს ამ ოთახის დალაგება, პლუს 2 თარა მქონდა დასალაგებელი, მაგასაც მე გეტყვით. შემდეგ დღეს უკვე დავასრულე ამ ოთახის დალაგება, წარმოიდგინეთ რამდენად ნელად დავალაგე და სამტრედიაშიც რომ მოვდიოდი, იმ დღეს დავალაგე უკვე მისაღები და აბეზანა, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი, რადგანაც სეზონი ქონდა სამსახურში, სეზონი გვაქვს, ვერანაირად ვერ მოვიცალე და ვერ მოვასწარი. აქ უკვე ვაწყობ ყველაფერი, რაც გადმოვიტანე, რაც ზედმეტი იყო. ისინი სხვა დავდე სხვაგან, რაც გადასაყრელი იყო გადავყარე და ესეთ ნაირად. წიგნის წაკითხვა მინდოდა, დიდი ხანი უკვე არ გადამიშლია, იმედია, როგორც წინ ვკითხულობდი, ვაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი და ესე შემდეგ ძალიან მომენატრა ის დრო. შემდეგ წამლების დახარისხება გავაკეთე, ზოგი წამალი დამთავრებული იყო და გადაავაგდე, რაღაც თვითონ ყუთები იყო თავისი, ისინის გადავყარე და ყველაფერი ლამაზად ესე დავაწყე. შემდეგ ღვინოებს გაჩვენებთ, რო გვაჩუქეს, რო გადავწმინდე უკვე მაშინ ეს აჩუქა მეუღლის სანტა ისა ვისკი და ჭიქები ძალიან კარგი არის. შემდეგ ღვინოებს გაჩვენებთ, ზოგი არის წითელი, ზოგი თეთრი, მაგრამ ამეებს არ ვასახელებ, უბრალოდ გაჩვენებთ. ახლა ჩემმა და ძალიან ბევრი საჩუქრები მოუტანა ჩემ ბავშვებს, ალიცას, საფიას, ჩემს მამას საჩუქა, ჩვენც საჩუქეთ, რა თქმა უნდა, მამა ჩემაც საჩუქა, დედა ჩემაც და მოკლედ ძალიან ბევრი საჩუქრები გვაქვს და ეხლა მინდა რომ გაჩვენეთ თქვენც, ეხლა რომ ჩავწერ ამ ხმოვანს, შემდეგ გადავიღებ თუ რა მაჩუქეს, რა აჩუქეს ალისას და ზუსტად აწრულებით განახებ. შეიძლება მაშინ რომ საჩუქრებს ხსნით, იქ არ ჩანდეს ესე კარგად. აი აქ უკვე ვდებ მის ადგილას ყველაფერს. ეს თოჯინა მაჩუქა ბაკურიაში ერთ-ერთმა დიასახლისმა ძალიან მიყვარს ის ქალბატონი და მაჩუქა ესეთი ლამაზი გოგო შენ გასო მითხრა. დღემდე ძალიან ვივლინტრო ფაქიზია რო ვარდება, თუ დავარდება გატყდება. 1-2 გამიტყდა, მაგრამ მე წებოთი დავაწებე, მაგრამ რან განვიცდი ხოლმე და ვუვლე. ეს უკვე ჩამოხსენით ასაცმელები, რაც უკვე გაშრა და შემდეგ კარადეში ჩავაწყო და ეს იყო, რაც დასრულდა და შემდეგ უკვე დავიწყეს მუშაობა. ამიტომ აღარაფერი არ გამიკეთებია და მეორე დღეს უკვე გავაგრძელე ჩემო კარგებო. აქ ჩემი მეუღლეც არის სახლში. ბავშვებს ეთამაშება, უკვე ალისას და საფიას ეწყება სიცხე, სიცხე ეწევა და ძალიან რთული პერიოდია, როდესაც სიცხე აქვთ ბავშვებს, უხალისოები არიან, მოწყენილები არიან და ძალიან რთულია. მაგრამ ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად ჩაიარა. აქ უკვე კარადაში ვაწყობ ყველაფერს და თქვენც ესე გადაგიღეთ ყველაფერი.
მოგესალმებით ყველას. ახლა მივიდივარ სალონში და დავწყდეთ წაგიყვანოთ, მაგრამ ლაივსაც ჩავთა. იქედანაც განახეთ, თუ როგორ მიიღებავს ეს ბიჭი და ახლა თქვენც ძალიან კარგი სპეციალისტია. სადაც წავყავთ. აი ესე გამოიყენებები. ახლა ძალიან ჭავანები არ მაქვს. ოზის ხარში გავა ერთი თვა, მაგრამ შეიძლება ძალიან მომწონს. ახლა შეიძლება ახალი წესის თორე შეიძლება ცოტა მერე შემექნა. შეგამოვიყარა განახეთ, მაინც ფასადია. აი ჩემი მეგობრებო ნახეთ რა ლამაზი. დღეს ესე დამიხვია. ნახეთ რა ლამაზი. Yes. Oria fargabi da ეხლა ხავს. 12-იც მე მგონი. ორია ხო არ ჩაულია? ორია ჩაია. ჩაია რა ხა? 12 მიდის ხო ლოქსამდე? მადლობა. ჩემი მეგობრებო, დღეს ვიყავი სალონში. ესე შემიღებათ, ლაივიც მქონდა ჩართული. ნახავდით, ვინც ყურადღებით უყურებდით და ესე დამიხვია, უკან მითხრა რომ დღესო დაგიხვევ, იმიტომ სულ მისწორებდა და დღეს დამიხვია. გუშინ უკვე აი ის კარადა დაავალაგე, ცოტა ის ორი თარო დამრჩა, იმასაც დაავალაგებ ახლა თქვენთან ერთად. აი ეს ლოგინი სიმართლე გითხრათ არ დამილაგებია და გადავიფიქრე, იმიტომ რომ არ ვიცი სად დავდო და ჩვენ სახლშიც არ მიგვაქვს იქ და ამიტომ ჯერჯერობით ამას არ დავალაგებ. ალბათ გადასვლისას დავალაგებ. აქ ახლა თქვენთან ერთად ამ პირსახოძებს ჩამოვხსნი, ჩავკეცავ, აქაც იატაკს გამოვხვეტა, მოწმინდა იატაკს. იმედია მოგეწონებათ ეს ლოგი და იაქტიურებთ. არისას სიცხე ქონდა და აღარ გამიშვია ბაღში და ასე რომ დღესაც ჩემ მეუღლეთთან მყავდა 2 საათით, მე სახლში მოვედი, ახლა ჩამოვა წასულია და ესეთნაირად სანამ დამეწყობა სამსახური, ამ ოთახს დავასრულებ და უკვე მერე გადავალ სამუშაოდ. და ესე ნელ-ნელა ჩამოკარგება, ნელ-ნელა. შემდეგი ვლოგი არ ვიცი როდის დაიდება და როდის გადავიღებ, ჯერ არ დამიწყია გადაღებაც. ძალიან ნელ-ნელა მივდივარ წინ სახლის დაალაგებაზე, იმიტომ რომ სულ ხშირად ისრება, ხან ის, ხან ის დავალაგე, ეს დავალაგე და ვერაფრით ვერ მოვახერხე მთლიანად გენერალურად რომ დამელაგებინა. აქ თითქმის უკვე დავასრულე. ასე რომ იმედია მოგეწონებათ და იაქტიურებთ ჩემო კარგება. იქ უკვე გაჩვენებთ რომ წავედი სალონში, შევიხებეთ მები, ძალიან კარგი სპეციალისტი მიიღებავს თმას, რომელიც ბუნებრივ თმაში მიჩენს. სხვათა შორის ჩემ თანაშრომლებმა მკითხეს რომ გაიმუქეთ თმაო და მე ზოგადად ვერც კი შემოვჩნია რომ ჩემი თმები ცოტა გამოგდა, მაგრამ ძალიან მომწონს და კითხავდით თქვენც რა თქმა უნდა ჩემს აუდიტორიას თუ რამდენად მოგწონთ ჩემი ეს ფერი თმა, თუ კომენტარში დამიწერდით ძალიან გამიხარდებოდა რა თქმა უნდა და შემდეგ ავტობუსით დავბრუნდი უკან, დიდი ხანი არ ვარ ავტობუსში და სულ როდესაც ვძები ხოლმე, სულ ჩემი სტუდენტობა მახსენდება, იმიტომ რომ სულ ავტობუსით მგზავრობდით ხოლმე. და ესეთნაირად წამოვედი ავტობუსით, შემდეგ მოვედი სახლში, მერე გიყვებით ყველაფერს და დავიწყე უკვე ეს პირსახოძები ჩამოვხსენი, ყველაფერი ლამაზად დავკეცე, ჩავაწყვე კარადაში და შემდეგ უკვე დავიწყე
ყველაფერის, ანუ ამ დღეს უკვე დავამთავრე ამ ოთახის დალაგება. ჩემო მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რა ძალიან დიდი ხანი მომინდა რომ დამელაგებინა. ეს არის საუთავო მაგი და როდესაც წმინდა ხოლმე იატაკს, მიშლის ხოლმე ხელს და ამიტომ ესე ვკეცავ. სულ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე, მეტყვი ხშირად ვაუთავებთ ხოლმე. ამიტომ სულ გახსნის გაშლილი მდგომარეობაში არის ხოლმე. აქ უკვე ტელევიზორი გადავწმინდე და მტვერიც იყო. აქ შემდეგ კიდევ ხელახლა სარკე გადავწმინდე, მაინც იყო ანაბეჭდები ბავშვების და იქიდან რა ვიყურებ ჩემს თმებს, ძალიან მომწონს, ჩამოკარგებო და თქვენც შემიფასეთ, რა თქმა უნდა, თუ როგორ მოგწონთ. ჩემო მეგობრებო, ჩემო გამოწერებო, ჩემო თბილებო, ჩემო საყვარლებო, გთხოვთ იაქტიუროთ ამ ვლოგზე. ძალიან გთხოვთ და ამილაიქეთ და ამიკომენტარეთ. ძალიან მინდა რომ ვიგრძნო ჩემი აუდიტორია და მინდა რომ თქვენი სითბო ვიგრძნო. რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ ამას ყოველთვის, მაგრამ ძალიან მინდა რომ აქაც ამ ვლოგზეც იაქტიუროთ. აქ შემდეგ ის ორი თაროც და სათამაშოები ლამაზად დავდე, შემდეგ გამოხვედე მთლიანად იატაკი, ყველგან აბსოლუტურად რაღაცებიც არა ლოგინის ქვეშ ამოვიღე და ბოლოს უკვე იატაკი მოწმინდე. იმედია ჩემო თბილებო, ჩემო საყვარლებო, მოგეწონებათ ეს ვლოგი და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 2025 წელს. დღეს არის 1 იანვარი 2025 წელი ჩემოკარგებო. გუშინი 2024, დღეს კი 2025-ია. სასწაულია ჩემო თბილებო, სასწაული. გისურვებთ რომ ამ წელს ყველა სურვილი აგისრულებოდეთ მართლა და ყველაფერი ქონოდეთ, რაც თქვენ გინდოდეთ. უკვე ეს არის უკვე აქ დავასრულე დალაგება და იმას გაჩვენებთ. აქ უკვე დაგემშვიდობებით ჩემო თბილებო. ნახვამდის შემდეგ ვლოგამდე.